მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე მინდა პასუხი გავცე ერთ კითხვას, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო პერიოდში. როგორ უნდა დავლიოთ წყალი, რამდენი და როდის? საქმე იმაშია, რომ რაც ბოთლების წყალი შემოვიდა მთელ მსოფლიოში, მას მერე მოიმატა დიეტოლოგების რჩევებმა, რომ ამდენი წყალი დალიეთ, იმდენი წყალი დალიეთ, 3 ლიტრამდე ავიდნენ, ზოგი უფრო ზევით ავიდა, რაც ჩემის აზრით პირდაპირ კავშირში არის წყლის ბოთლების წყლის ბიზნესთან. საქმე იმაშია, რომ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა მოგცეთ რჩევა. წყალი უნდა დალიოთ განსხვავებულად, ყველამ განსხვავებულად. 1 ლიტრი ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ყოველდღიურად ჭირდება ადამიანს იმისათვის, რომ ლიმფური სისტემა იყოს გაწმენდილი. ლიმფა მოგეხსენებათ, ეს არის კლოაკა, ანუ კანალიზაცია, რომელშიც იყრება მთელი ნაგავი ორგანიზმიდან და ის უნდა გამოვიდეს ლიმფის საშუალებით. ამდენად ლიმფა რომ არ ჩაჭაობდეს, ესე ვთქვათ, და არ ჩადგეს, უნდა იყოს განახლებადი. ამას ჭირდება წყალი, ოღონდ სუფთა წყალი. არა კოკა-კოლა, ლიმონადი, ან ლუდი, ან ღვინო, არა. სუფთა წყალი, ყველანაირი მინერალების გარეშე. არც ლიმონი, არაფერი მას არ ჭირდება. მხოლოდ წყალი. მაგრამ რამდენი უნდა დავლიოთ? ახლა წარმოიდგინეთ, როცა ვლაპარაკობთ, რომ 2 ლიტრი ან 3 ლიტრი ჭირდება ადამიანს ყოველდღიურად. აბა დაფიქრდით. წონა, თქვათ მოზარდი ბავშვი წონით, დაბალი წონით და ადამიანი ასაკოვანი, დიდი წონით, ხომ განსხვავდება მათი მოთხოვნა, მათი იგივე ლიმფური სისტემის რაოდენობა, ლიმფის რაოდენობა ორგანიზმში. გარდა მაგისა, ქალი და მამაკაცი განსხვავებულია. ქალს ნაკლები ჭირდება, მამაკაცს მეტი. მერე ქალი ახალგაზრდა და კლიმაქტერიულ ასაკში მყოფი. თუ კი კლიმაქტერიულ ასაკში მყოფი ადამიანი სვამს, ან საერთოდ ასაკოვანი ადამიანი სვამს ზედმეტ წყალს, ზედმეტ სითხეს, მას შეიძლება განუვითარდეს შეგუბებები, ან შეიძლება წარმოეშვას თირკმელის პრობლემები, იმიტომ რომ იმ წყლის გამოყოფაში თირკმელიც მონაწილეობს არა პირველ რიგში მის გადამუშავებაში. ამას უნდა დააგვირდეთ. თუ კი წყლის დალევის შედეგად თქვენ გაგიჩნდათ ან კოჭებთან შეშუპებები, ან მით უმეტეს სახეზე, ესე იგი თქვენ იმ დღეებში ჭარბად მიიღეთ წყალი და მისი რაოდენობა არის თქვენთვის ზედმეტი. ზაფხულში და ზამთარში შეიძლება ერთ და იგივე რაოდენობა იყოს წყლის. ზამთარში მე მაგალითად სულ არ მიდება წყალი და ძალით სვამ ხოლმე, რომ ლიტრამდე ავიყვანო და ზაფხულში რამდენიც მწყურდება, იმდენ სვამ. მით უმეტეს იმ ზაფხულში სადახარ მთაში წყლის მოთხოვნა ნაკლებია, ბარში და მზეზე და ზღვისპირეთში კიდე უფრო მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ნესტიანობა ზღვისპირეთში მეტია, მაგრამ ოფლიანობას უფრო მეტია ხოლმე როგორც წესი, ხო? იგივე ოფლიანობის რაოდენობა უნდა განსაზღვროთ. ზოგი ადამიანი ჭარბად ოფლიანობს და ოფლის სახით ხდება სითხის გამოყოფა და საჭიროა მისი შევსება, ზოგი სრულიად არ ოფლიანობს, ანუ მისი სადრენაჟო ფუნქცია, მისი კანის არ არის ისეთი მაღალი და რჩება მხოლოდ და მხოლოდ შარდის სახით გამოყოფა მისი ორგანიზმიდან სითხისა. ესეც გაცეთვალისწინებელია. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ დალიეთ 1 ლიტრი წყალი დღეში და დანარჩენი დალიეთ სურვილის და მიხედვით. მაგრამ ისე ვიმეორებ, აქ სითხის რაოდენობაში ჩარევთ და ჩართავთ ნურც ტკბილსასმელებს, ნურც კომპოტებს, რაფერს, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ორგანიზმში თუნდაც კომპოტი შედის, ის ცალკეა, მასში არის ვიტამინები, სასარგებლოა, ძალიან კარგია, მაგრამ აქ წყალზეა ლაპარაკი და ლიმფაზეა ლაპარაკი, რომ თვითონ ლიმფა გააცხელოს წყალმა. როდესაც შედის ორგანიზმში, იქ ხდება ესეთი აგენტები, რომლებიც უყურებენ, აბა სად არის მტერი, სად არის სარგებელი და მათ უხდებათ მუშაობა იმაზე, რომ გააცალკეონ აი ეს წვენი, აი ეს ვიტამინი, ყველაფერი მოაშორონ წყალს და სუფთა წყალი მიიტანონ ლიმფამდე. ასე რომ თქვენ ამითი სადრენაჟო ფუნქციას, ესე ვთქვათ, გადატვირთვას უკეთებთ. აი სუფთა წყალი გავწმინდოთ სუფთა წყლის ლიმფა, დანარჩენი სითხეები კი ბატონო მიიღეთ, გინდათ კომპოტი, გინდათ სხვა საშუალება, თუმცა
და გაზიანი სასმელების, კერძოდ კოკა-კოლას, ტონის ენერგეტიზატორების განსაკუთრებით, ლიმონადების, ტკბილი სასმელების მიღების წინააღმდეგი ვარ მე პირადად. სხვა არის მინერალური წყლები, ისიც უნდა მიიღოთ, არა ესე უპრაგუნოთ, რომ აი დღეში ერთი ბოთლი დავლიო, თქვა ბორჯომი ან ნაბეღლავი, იმიტომ იქ არის მინერალები გარკვეული და სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ტიპის მინერალები ჭირდებათ. რაც ერთისთვის ძალიან სასარგებლოა, ის არის მეორესთვის შეიძლება მავნე აღმოჩნდეს. გააჩნია შარტში რა გამოიყოფა, ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა არის, მინერალური წყლების დალევა. როგორ უნდა მოხდეს, ამაზე ცალკე შემდეგ სხვა დროს ვისაუბროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.